არაერთი პროტესტის შემდეგ განათლების დამცველთა ასოციაციის ლიდერებმა უკვე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან გადმოინაცვლეს და მათ ცოტა ხნის წინ ოფისში დატოვეს წერილი. ისინი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს თხოვენ, რომ დაინტერესდეს განათლების სისტემაში არსებული უსამართლობით, უფრო კონკრეტულად კი დირექტორების არჩევის კონკურსით და ასევე ისინი მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან პირადად შეხვედრას, რათა მათ პირადად გააცნოს მათი მოთხოვნები. ისინი ამბობენ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რადგან ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, თუ ვინ უნდა იყოს განათლების მინისტრი ან განათლების სამინისტროში დასაქმებული და ამიტომ ამ მოთხოვნით მიმართეს დღეს ქართული ოცნების ოფისში შეიტანეს წერილი. ეს ადამიანები ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ მათ განათლების მინისტრისგან უკვე მიიღეს დაპირება, რომ ჩატარდებოდა დირექტორების არჩევის განმეორებითი კონკურსი, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია, რადგან არც კონკრეტული ვადები და არც ფორმატი არ არის მათთვის ცნობილი, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს კონკურსი. ამიტომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი გამოიყენებენ ყველანაირ ხერხს თუ საშუალებას იმისთვის, რომ ხელისუფლების ლიდერებს საკუთარი ხმა მიაწოდონ და ასე რომ ვთქვათ, აიძულონ განათლების მინისტრი, რომ რაც შეიძლება დროულად და ღიად ჩატარდეს დირექტორების არჩევის განმეორებითი კონკურსი. დაბრუნებულ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შემოვიტანეთ წერილი, ვითხოვთ მასთან პირადად შეხვედრას და პირადად პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ განათლების საკითხები ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის ძალიან საჭირო საკითხები და მხოლოდ პერსონალურად არ ეხებათ ადამიანებს. ეს ეხება მთლიანად სკოლას, მთლიანად საზოგადოებას, ყველა მოსწავლეს. ვალდებულია, პირდაპირ არის ვალდებული ბატონი ბიძინა, რომ შეგხვდეს და უნდა შეასრულოს, არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ უნდა შეასრულოს. ჩვენ რამდენჯერმე მივაკითხეთ სამინისტროს განცხადებით მიმართეთ და მოვთხოვეთ კონკრეტული თარიღის დასახელება და კონკრეტული ნორმატიული აქტის გამოცემა, სადაც თარიღი იქნება დასახელებული, როდის გაიმართება ეს კონკურსი. ჯერჯერობით ეს არ აჩანს და ამიტომ იმის პრევენციისათვის, რომ ეს დანაპირები არ იყოს ჩვეულებრივი შეუსრულებელი დანაპირები და ხორცი შეისხას, ეხლა მოვაკითხეთ სწორედ ამიტომ პოლიტიკაში მესამე დაბრუნებულ ივანიშვილს. მე უფრო მოლოდინი მაქვს, რომ შესწავლად ამ საკითხის ეს დადგება, არა იმიტომ რომ მაინც და მაინც ჩვენ ვითხოვთ, იმიტომ რომ სიტუაცია დაძაბული არის სკოლებში. თუ არ იქნება თქვენი ეს მოთხოვნები შესრულებული. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ვაპირებთ, რომ აი ამ ოფისთანაც გადმოვინაცვლოთ იმ აქტივობებით და აქციის ინფორმებით, რომლებიც ჰქონდა სამინისტროსთან. პედაგოგები, რომლებიც აპროტესტებენ განათლების სისტემაში არსებულ უსამართლობას, ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და ასევე უფრო ფართო მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.